მაგიურ ძალას იძენს თვითონ აი ეს ახლა ხალხ სპეციალურად კი არა წამოუღია ჯერ ერთი ამ ომს არავინ არ ელოდა აფხაზეთში რაც დაგვატყდა ყველას თავს ნივთების შემთხვევით წამოღებული ნივთები მე ძვირფასი გახდა ძალიან სხვა ძალა შეიძინა მე როდესაც კარი დავკეტე ჩემი ბინის გასაღები ჩავიდები და გავიდა დრო ხანი და ეს გასაღები მე 1-5-6 წლის შემდეგ ჩამოვიდე კედელზე. იქ რაღაც ისეთი ნახატები მქონდა ცოტა ის ავანგარდისტული და ეს ნახატი როცა მოდიოდნენ ჟურნალისტები მეკითხებოდნენ ეს გასაღები რა არის. მითხარი ეს არის ჩემი სახლის კარები. ეს არის სენეკას წიგნი, ეს რომელიც ცხოვრობდა ჩვენი წელდაღრიცხვის პირველ საუკუნეში, გენიალური კაცი, ფილოსოფოსი. ესეთი წიგნები ძალიან იშვიათობა იყო და ხალხი ეძებდა, ან თუ დირექტორს იცნობდა, ან ვინმეს წიგნის მაღაზიის თხოვდა, რომ კარგი წიგნი რომა გადამიდევი, შემინახე. კითხველი ქალაქი იყო ძალიან და მეზობლად ყავდა გილილოვი გვარად. ებრაელი კაცი იყო, ჩრდილო კავკასიიდან. იურისტი ძალიან მეგობრობდა ვაჩუქე სენეკას წიგნი და კიდე რაღაც ის საგანი იყო სხვა მაგრამ მე ვიცოდი რომ გაუხარდებოდა წიგნი განსაკუთრებით და გავიდა დროჟამი სულ ერთ წელიწად ნახევარში დაიწყო ომი ამის დროს უკვე რაფაელი გილილოვი უკვე სოხმიდან იყო გასული ესე ომი მიმდინარეობდა არ იყო თავის ოჯახთან ერთად თელემ ომის განმავლობაში მე წიგნი არ მახსოვდა რომ მის ბიბლიოთეკაშია როგორ დასრულდა ომი ისე დასრულდა უკვე მე არ ვიყავი ჩემმა აფხაზმა მეგობარმა წიგნობარმა კაცმა ნახა ბუგინისტებს გქონიათ იყიდა და როდესაც უკვე შევხვდით 4 წიგნი ჩაომიტანა ჩემი ბიბლიოთეკიდან. წიგნებს ვაწერდი მე თუ რუსული წიგნი იყო გურამ ოდიშარია, აი ასე, რომ არ დამკარგოდა, იმიტომ რომ ხანდახან მიქონდა მეგობარს, უცნობს ხანდახან ნაცნობსაც, ავიწყდებოდა რომ ჩემი წიგნია და ხო რაღაცით უნდა ესე იგი იცნობს ვიღაცამ შენი წიგნი, ან მეც უნდა ვეცნო, ხო? და აი ეს ჩემი ხელმოწერა აქვს, მაგრამ მე აქ აქვს რომ წარწერა გაუკეთე რომ მეუღლემ დაწერა სხვადასხვა რომ სისანა და გურამი დაბადების დღეს გილოცავთ რაფაელ რუსულად და გისურვებთ ყოველივე საუკეთესო სოხუმი 90 წლის ესე იგი დასასრული სოხუმელი კაცია, აფხაზი კაცი, ჩვენ ერთად მუშაობდით მწერალთა კავშირში, მიუხედავად ომისა ჩვენ შევინარჩუნეთ მეგობრობა და ძალიან ერუდირებული და ჩვენ ვცვლიდით ხშირად წიგნებს და უყვებოდით ერთმანეთს ამ წიგნების შინაარსს. ეს კაცი მე ომის შემდეგ დადიოდა ამ ბუგინისტებთან, წიგნის მაღაზიაში და ყიდულობდა თავისთვის, თავის ბიბლიოთეკის და მთლიანად ჩაიძირა ის ლიტერატურაში. მთლიანად და შესანიშნავი წიგნები დაწერა. დაურ ნაჭყებია ცნობილი აფხაზი მწერალი რომელიც წიგნი ისა განსაკუთრებით ერთი წიგნი რომანი ღამის ნაპირი ითარგმნა 8-9 ენაზე უკვე მათ შორის ერთი ჩემი მიერ არის თარგმნილი ქართულად და ორჯერ გამოიცა ჩვენთან სადაც აღწერა მან თუ რა იყო რა მოვლენა ომი ეს არის წიგნი რომელიც არ ველოდი და დამიბრუნდა და ამ დაბრუნება არის დაკავშირებული ძალიან დიდ სითბოსთან იმ ადამიანური ურთიერთობის სითბოსთან რაც მე და დაურს გვაერთიანებს უკვე რამდენიმე 10 წლეულია და მიგვაჩნია რომ სწორედ ამ სითბოს უჭირავს საერთოდ დედამიწა ჯერ კიდევ თუ უჭირავს ამ ურთიერთობას რაც უფრო მეტი ადამიანები იქნებიან რაც უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს წიგნს და იმოქმედებს იმ წიგნის მიხედვით მით უფრო ბედნიერი იქნება პლანეტა